ბელვედერი შეარქვა მარია ტერეზიამ, გაიხედა აქედან, ეხლა ვნახავთ ამ ხედს. შევიდეთ და იქ გავჩერდეთ. რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. სასწაულად ლამაზია. თამო, აი ზუსტად ამ ხედზე ლაპარაკობდა. ეს არის უკვე დასავლეთის მხარე და აქედან რომ გაიხედა ჩანდა მთელი ქალაქი ვენა. და ზუსტად ამ სილამაზის გამო აღთვალინებელმა თქვა რომ ბელვედერი ანუ ლამაზი ხედიო. და შერჩა ამ სასახლის სახელწოდებად ბელვედერი. თვითონ ამ პატრონის დროს, პრინც ოიგენის დროს ეს იყო უბრალოდ პრინც ოიგენის სასახლე. ეხლა ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, საიდანაც მე-18 საუკუნის 60-იან წლებში დახატეს ვენა. იყო ეს მხატვარი იტალიური წარმოშობის კანარეტო, რომელიც ვედუტებს ხატავდა, ქალაქის ხედებს ხატავდა იმ ეპოქაში და დარჩა ამ ადგილიდან დახატული ვენის ხედი, რომელიც უდევს იუნესკოს და აი ეს ხედი არ უნდა დაიკარგოს. ზუსტად აქ არ უნდა აშენდეს ზედმეტად მაღალი შენობები, თორე ვენის ცენტრი დაკარგავს იუნესკოს სტატუსის ქვეშ მყოფი ქალაქის სტატუსს, ასე ვთქვათ. და ეს ულამაზესი ბელვედერის ბაღია.